ამგვარად მესამე ამერიკული ავიამზიდი US ჯორჯ ჰევუ ბუში მიემართება ახლო აღმოსავლეთისკენ, უფრო გრძელი და ფრთხილი მარშრუტით აფრიკის სანაპიროს გასწვრივ, რათა აიცილოს წითელი ზღვა, სადაც ირანის მხარდაჭერილი ტერორისტული ჯგუფების საფრთხეს წარმოადგენენ. დასვენებული გენერალი ჯეკ კინი აქ არის ჩვენთან ერთად, პირველ რიგში კორესპონდენტი ჯენიფერ გრიფინი. გამარჯობა ჯენიფერ. გამარჯობა მართა. ირანის შინაგან საქმეთა მინისტრმა დაავალა სასაზღვრო პროვინციების გუბერნატორებს გაანეიტრალონ საზღვაო ბლოკადა. ტრამპმა გააფრთხილა, რომ ირანის შეტევითი ნავები განადგურდებიან, თუ ისინი მიუახლოვდებიან ამერიკულ გემებს ჰორმუზის სრუტის ბლოკადის დროს. ამიტომ, როგორც ჩანს, ჩიხია შექმნილი ზევარა საზღვაო ფლოტს ამჟამად ახლო აღმოსავლეთში 18 გემი ყავს, მათ შორის USS ტრიპოლი, რომელიც საზღვაო ქვეითებს გადახავს გემების ძებნისა და დაკავების ოპერაციებისთვის. que tentam deixar o estreito. USS Michael Murphy და USS Frank A. Petersoni ორი გამანადგურებელი შაბათკვირას შევიდნენ სრუტეში ნაღმების ამოღების მოსამზადებლად. გუშინ ავიამზით USS ჯორჯ A.U. ბუშის დარტყმის ჯგუფმა, რომელიც ნორფოლკიდან, ვირჯინიიდან 31 მარტს გავიდა, აფრიკის უკიდურეს სამხრეთს შემოუარა, მას შემდეგ რაც ჰუთებმა წითელ ზღვაში და ბაბ-ელ-მანდების სრუტის ჩაკეტვით ირანის მხარდასაჭერად მუქარები გამოთქვეს. გახსოვდეთ, გასული წლის მარტსა და მაისს შორის პენტაგონმა დაიწყო ოპერაცია რალფ რაიდერი, რომელიც 6 კვირა გაგრძელდა, რათა შეემცირებინა ჰუთების მხრიდან წითელ ზღვაში გემებისთვის არსებული საფრთხე. ეს ოპერაცია $1 მილიარდზე მეტი დაჯდა და შეშფოთებას იწვევს შეერთებული შტატების შეიარაღების მარაგებზე. პირველ 3 კვირაში $200 მილიონი დაიხარჯა რაკეტებზე. შეერთებულმა შტატებმა დაკარგა 7 MQ-9 რიპერის ტიპის დრონი, თითოეული $30 მილიონი ღირებულების და 2 F-18 ტიპის გამანადგურებელი, თითოეული $50 მილიონი ღირებულების. CENTCOM-მა ამ იარაღით 1000-ზე მეტ სამიზნეს დაათქვა, მაგრამ ჰუთები გადარჩნენ და ახლა გლობალურ ვაჭრობას ემუქრებიან ბაბ-ელ-მანდების სრუტის ჩაკეტვით, იმავეს მსგავსად, რასაც ჰორმუზის სრუტეში აკეთებენ. მართა. კარგი, ნახოთ რა გამოვა. ჯენიფერ, დიდი მადლობა. ჯენიფერ გრიფინი. ჩვენ გავგზავნეთ ჩვენი ორი გამანადგურებელი. ნაღმების გაუნებელ ოფის ოპერაციები მიმდინარეობს. რაც პრეზიდენტმა ტრამპმა გააკეთა, იყო ის, რომ მან ეს უპირატესობა წაართვა ირანს. წაართვა შესაძლებლობა, რომ ირანს მთელი მსოფლიოს ეკონომიკები ძევლად ხოლოდა. და ახლა ამ ქმედებით ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა. ცეცხლის შეწყვეტის კიდევ ერთი კვირით გაგრძელების ფონზე ჩვენ ყოველდღიურად დავაკვირდებით მოვლენების განვითარებას. ახლა ვნახავთ, როგორ გავწმინდავთ სრუტეს ნაღმების მოსაძებნად და დავადასტურებთ, ნამდვილად არიან თუ არა ისინი იქ. გახსოვდეთ, რა თქვეს ირანელებმა, ხომ ასეა? ტერიტორია საშიშია, იქ ნაღმებია და საერთაშორისო გადამზიდავები გააფრთხილეს. ფრთხილად იყავით. მაგრამ IOA-მ არაფერი იპოვა და არც კი იციან, მართალია თუ არა ირანელების ინფორმაცია. ამასობაში ეს არის საერთაშორისო მარშრუტი, რომლითაც შეგიძლიათ სპარსეთის ყურეში შესვლა და გამოსვლა. აქ არის ომანი, იქ არის არაბთა გაერთიანებული საამიროები. ეს არის ირანი. ირანელები გინდათ, რომ აქედან გაიაროთ მათ სანაპიროსთან ახლოს, კუნძულებს შორის, შესვლასა და გამოსვლაზე და ასე ისინი შეძლებენ ფულის მიღებას. ისინი ამით მიიღებდნენ სარგებელს, რადგან უზრუნველყოფდნენ ამ გადამზიდავებისგან გადახდას. ახლა აშადეშო საზღვაო ძალები ცდილობს მათ შეზღუდვას. რას გააკეთებენ ირანელები? ეს ახლა ერთ-ერთი შესაძლებლობაა. მიმდინარე პერიოდში ურბანულ ოკეანეში არსებული ნაღმების ტიპები. არსებობს მცურავი ნაღმები და ასევე ისინიც, რომლებიც ფსკერზეა დამაგრებული. მეჩხერწყლებში, როგორიცაა სპარსეთის ყურე, ეს ძალიან ეფექტური იარაღი იქნებოდა. ასევე არსებობს კორპუსზე მისამაგრებელი ნაღმი, რომელიც გემის გვერდზე მაგრდება. თუ აფეთქდება, ძალიან მომაგდინებელი შეიძლება იყოს. ასევე გაქვთ ნაღმები აქ, ოკეანის ფსკერზე. ასევე გვაქვს ეს ანიმაცია, რომ გაჩვენოთ. ეს არის სენსორული მოწყობილობები. აშშ-ს საზღვაო ძალების მისიაზე სინამდვილეში მათ შეუძლიათ გაუშვან ეს მოწყობილობა. დრონი გადაადგილდება ოკეანესა და წყალში, რათა აღმოაჩინოს, დაადგინოს და გაანადგუროს ის საზღვაო ნაღმი მანამდე, სანამ ის მტრულ საფრთხედ იქცევა საზღვაო ძალებისთვის, რომლებიც ცდილობენ იქ ოკეანეში ოპერირებას. მაგრამ ამ დროისთვის მინდა ხაზი გაუსვა, რომ ჯერ არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, როცა რომელიმე გემი დაზიანებულიყოს, ან რომელიმე ნაღმი აღმოჩენილიყოს. მაგრამ გემებს სჭირდებათ დაზღვევა, რომ შეძღონ გავლა და სადაზღვევო კომპანიებს არ აქვთ საკმარისინდობა. შესაძლოა სიტუაცია გაუმჯობესდეს, როცა ჩვენი ჯარები ყველაფერს შეამოწმებენ და დარწმუნდებიან უსაფრთხოებაში. მაგრამ თუ მილიონობით დოლარის ტვირთზეა საუბარი და დაზღვევასთან დაკავშირებული პრობლემებია, სწორედ ეს არის პრობლემა.
ამაზე უფრო მეც გეტყვით გადამდგარ გენერალ-ლეიტენანტ კიტ კელოგთან ერთად, რომელიც უკრაინაში ყოფილი წარმომადგენელი იყო და არის ამერიკა ფერსტის ინსტიტუტის უსაფრთხოების ინიციატივის თანათავმჯდომარე. მინდა ორი რამ გაჩვენოთ. Wall Street Journal-ის სარედაქციო საბჭო ამბობს, რომ ბლოკადა ირანში კრიზისია. ეკონომიკური ზიანი მხისიერად იგრძნობა და თუ ეს გაგრძელდება, რეჟიმს საფრთხე ემუქრება. და აქ არის სენიორ მალეკი. ისევ დიდიდან არის. ნახეთ მათ ალბათ დაახლოებით 13-დან 16 დღემდე ნავთობის მარაგი აქვთ, რომ შეინახონ ის ნავთობი, რომლის ექსპორტიც ვერ ხერხდება. მე ვფიქრობ, რომ ორ თვეში ვნახავთ, როგორ მივა რეჟიმი იმ წერტილამდე, როცა ვეღარ გადაიხდის ხელფასებს და დაიწყება აჯანყებები და დეზერტირობა რეჟიმის შიგნით. კარგი, მოდი მოვისმინოთ შენი აზრი, გენერალო, სასიამოვნოა შენი ნახვა. დანა, სასიამოვნოა შენი ნახვა. მადლობა მოწვევისთვის. ნახე, მე უკვე შემდეგ ნაბიჯზე ვარ. რას გულისხმობ შემდეგ ნაბიჯში? თუ ბლოკადა იქნება, ვიფიქრეთ, უნდა შეწყდეს თუ გაგრძელდეს ის. და რა დავამატოთ, რაც ნიშნავს არა ირანში შესვლას, არამედ კარგისა და ლარაქის კუნძულების და მსგავსი ადგილების აღებას ჩვენი საზღვაო ქვეითებით. ან მეორე ეტაპზე ტრანსპორტირება, ან რაღაც მსგავსი. ირანელებო, თუ გემი გაივლის და ნაღმი აფეთქდება, თქვენთვის ყველაფერი დასრულებულია. საკმარისია ეს, თქვენით უკვე დავიღალეთ. ჩემი შეშფოთებაა, რომ ჯერ კიდევ მოლაპარაკობთ ავტოკრატიულ და თეოკრატიულ მთავრობასთან. თუ შევხედავთ ისეთ ადამიანებს, როგორიცაა საგარეო საქმეთა მინისტრი არაში, ისინი რადიკალური რევოლუციური გვარდიელები არიან. ეს ყველაზე ახალგაზრდა გუნდი ხელმძღვანელობაშია, ისინი იქ არიან, ისინი ჯერ კიდევ 40 წელზე მეტი ხნის წინ ასწავლეს ამერიკის სიძულვილი, ეს არ შეცვლილა. ასე რომ შეიძლება საქმე გქონდეს რეჟიმის ახალ კორექტირებასთან, მაგრამ არა რეჟიმის შეცვლასთან იქ. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ეს და ამის ნაწილი არის იმის თქმა, ჩვენ დავიღალეთ თქვენით. საკმარისია ეს. ჩვენ შევცვლით ახლო აღმოსავლეთის დინამიკას მომდევნო 30 ან 40 წლის განმავლობაში. ჩვენ შეგვიძლია ახლავე გავწმინდოთ ყურე, რადგან ნაღმსაწინააღმდეგო გემები უკვე მოდიან. 4 იაპონიაშია. მოიყვანეთ ისინი აქ, LCS-ები, ნაღმოსნები. როგორც აჩვენეს, მაგრამ რომელი იქნება? ბილმა შესანიშნავ ანიმაციაში აჩვენა, მაგრამ იცით, ყოველთვის არის შანსი, რომ ერთ-ერთი მოხდეს. სხვადასხვა ჯარში, როცა ნაღმოვან ველს აწყობ, უნდა დაარეგისტრირო. საზღვაო ძალებში კი არ ვიცით რა არის იქ. ისინი საკმარისად დისციპლინირებულები არ არიან, რომ იცოდნენ სად არის ნაღმები. ჩვენ არ ვიცით. და თუ იქ შემთხვევითი ნაღმებია, დიახ, ალბათ ასე იქნება. კარგი, მაშ ასე, მარია ბარტირომო შეხვდა პრეზიდენტს. მინდა გაჩვენოთ ამ შეხვედრის ნაწილი და დაგისვათ კონკრეტული კითხვა. ვინ მართავს ყველაფერს? ჯერ ვიდეოს ნახეთ. ეს ახალი რეჟიმია, ხო ასეა? და ჩვენ თავს საკმაოდ გონივრულებად მივიჩნევთ, რომ უცბელად გითხრათ. შედარებით საკმაოდ გონივრულებად. ყველასთან ვსაუბრობ, მაგრამ ზანი ძალიან ეფექტურია. ვფიქრობ, თქვენ შესანიშნავ შეთანხმებას მიაღწევთ. მე შესანიშნავ საქმეს ვაკეთებ, ქვეყნისა და მსოფლიოსთვის. ამჟამად Wall Street Journal-ი ამბობს, რომ ირანის ამჟამინდელი რეჟიმი უფრო ცუდისკენ შეიცვალა. ამერიკულ-ისრაელის თავდასხმამ გააძლიერა რადიკალები და აპოკალიფსური სექტები, რაც გრძელვადი ემშვიდობას საფრთხეს უქმნის. შაბათ-კვირას ისლამაბადიდან გამსელებული ცნობები ამბობდა, რომ ისინი, ვინც რეალურად ესწრებოდა ამ ირანულ მოლაპარაკებებს, არ ფლობდნენ გადაწყვეტილების მიღების ან რაიმე შეთანხმების ხელმოწერის უფლებამოსილებას. დარწმუნებულები ვართ, ვიცით, ვინ აკონტროლებს ირანს და ვისაბს უფლებამოსილება მოგცეს თანხმობა ან უარი. ბილ, მადლობა. მე ვფიქრობ, რომ არა. ვფიქრობ, ეხა აი საინტერესო დინამიკა, რომელიც შევამჩნიე. холод ბოლო ორ დღეში თქვენ ნახეთ როგორ დაიწყო პრეზიდენტი პესახიანი მართლაც კომენტარების გაკეთება. წარსულში ირანის პრეზიდენტი თითქოს არავინ იყო. ის არაფერს აკეთებდა. ჩვენ მივყვებოდით რევოლუციური გვარდიის კაცრ ხას. მაგრამ მათ გაგზავნეს არაკში, რომელიც მათი საგარეო საქმეთა მინისტრია. ის მკაცრი ხაზის წარმომადგენელია. როცა მან დაწერა წიგნი მოლაპარაკებებზე და პრეზიდენტ ტრამპს მთელი დამსახურება მიაწერა, მან გააკეთა ის, რაც სხვას არ გაუკეთებია. შეცვალა ახლო აღმოსავლეთის დინამიკა საუკუნეების განმავლობაში. უბრალოდ მინდა ეს საქმე დასრულებული ვნახო. დასრულებული. უბრალოდ უნდა გამოიყვანონ ისინი იქიდან. ეს არ არის უბრალოდ კორექტირება, ეს რეჟიმის შეცვლაა. მაგრამ უკვე იწყებ ამ ნიშნების დანახვას, როცა პაშტანსკი აკეთებს კომენტარებს და არათი გადაწყვეტილებას არ იღებს, კამენეი არ გამოხმაურებულა და რევოლუციური გვარდია უმაღლეს ლიდერს ემორჩილება. იცი, ორი მიმართულება არსებობს. არიან ორგანიზაციები, რომლებსაც სამხედრო ძალა აქვთ. არის არმია, ასევე რევოლუციური გვარდია და ბაზიჯები. São os bandidos nas ruas. ირანელებმა უკვე
უფრო მეტი ადამიანი მოკლეს, ვიდრე კორეის ომში დავკარგეთ. და ეს უნდა დასრულდეს. ამიტომ ყველაფერი იქ მყოფ ადამიანებზეა კონცენტრირებული, იმედი მაქვს ნახავ უფრო გონიურ მთავრობას, ნორმალური ქვეყნის სტაბილურობით, მაგრამ ეს ჯერ კიდევ სანახავია. ჩვენ დავტოვებთ ბლოკადას ძალაში, მაგრამ იქნება შემდეგი ნაბიჯი. თუ ასეთი იქნება მჯერა, პრეზიდენტი მას გადადგამს. გენერალ კით კელოგ, მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ ამ მოვლენების ფონზე, გსურს მოვისმინოთ თქვენი ანალიზი.